ეს ბავშვები არიან გაყვანილები აბსოლუტურად უცხო ადამიანების სახელებით და გვარებით, ანუ თითქოს და ვიღაცა იყო მათი მშობელი. რეალურად აი ამ ვიღაცა ხალხზე მიწერილი შვილები, რომლებიც მათი შვილები არ არიან და მათ სახელებით და გვარებით არიან გაყვანილები და შემდგომ გადაკეთებული დაბადების მოწმობები, რომ არ არიან მათი შვილები, არ ვიცით ვინ არიან მათი ბიოლოგიური მშობლები. და ამიტომ, რადგან ამ ყვანი მშობლები არ გვაძლევენ გამოძიების საშუალებას, ბიოლოგიურ მშობლებთან ვერ მივდივართ, იმიტომ რომ ბიოლოგიური მშობლების მონაცემში სხვა სახელი და გვარი უწერიათ. იმდენად არის ჩახლართული ეს ამბავი, რომ სანამ ბიოლოგიური მშობლები არ დაიწყებენ თვითონ ამ შვილების მოძიებას და სანამ შვილები არ დაიწყებენ მათ მოძიებას და სანამ ისინი თმენს არ იპოვიან, ჩვენ ვერ მაგრამ რომც დავიწყოთ გამოძიება, ხა თუნდაც აი კვიპროსზე გაშვილებული ბიჭის ისტორია რომ მოვყვეთ რა. მის საქმეში იყო ჩარეული ნოტარიუსი, თარჯიმანი, მოსამართლე თანაშემწე, იურისტი, ანუ ძალიან ბევრი ადამიანი. მე მისი ისტორია მივიტანე შინაგან საქმეთა სამინისტროში და ნუ ეხლა უკვე მაქვს იმის უფლება რომ თქვა, რომ სწორედ მის გამო მქონდა მე გაუთქმელობაზე ხელი მოწერილი შინაგან საქმეთა სამინისტროში. ნუ დღემდე ვერ ვასახელებ იმ სახელებს და გვარებს, ვინც მან წერია, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტროში გვეუბნებოდნენ, რომ ვიძიებთ და ვიპოვეთ მისი მშობლებიო მეუბნებოდნენ და იპოვეს ის ხალხი, ვინც მის დაბადების მოწმობაში წერია, რომელიც არ აღმოჩნდა მისი მშობლები და მე ვურეკავდი ნოტარიუსს. სულ, რომ აი გამარჯობა, დაკითხეს, დაგირეკეს. ვურეკავდი თარჯიმას, ვურეკავდი არაფინ არ დაუკითხე. აი მას ვიძახი აბსოლუტურად დაუცველები ვარ.